მოგესალმებით. რატო ხო თქვი ჩვენ რომ ყოველ მეხუთე დღე უნდა შემოვიდეს 60-70 ავტომობილი. და ეს სისტემა აიწყო, ხო? დიახ. ფაქტი სახელზეა. ხო, მაგრამ გაყიდვებშიც არ აგვიშავს. და მინდა უთხრა მთელ საქართველოს მოსახლეობას. ბევრმა ავტომობილი არ იცის, ბევრმა იცის. ჩვენ ადამიანს არასდროს არ მოვატყუებთ. ჩვენ შემოვყავს უმაღლესი ხარისხის ავტომობილები. და თუ რატო უნდა იყიდო მათემოტორში, იმიტომ იყიდო რომ მათემოტორში აი ამ ავტომობილის უკან დგას კომპანია, პატრონი დგას, მანქანა, რკინა, რო გაფუჭდეს, ჩვენ ვართ აქ. ჩვენ შემოვიყვანეთ დიდი რაოდენობით BYD, ხო? დიახ, დიახ. რომელი BYD Song Plus 2025 წლის ავტომობილები. და ხვალიდან უკვე მასიურად დავიწყებთ გაყიდვას, თანაც ელექტრო. დიახ. მოკლედ, ლუკა გუშინ გავიდა პირველად ექსპერიმენტზე, ხო? და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც გუშინდელი ლუკას გამოსვლას მოიწონა, ხო, ესე იტყვიან და ყველას დიდ მადლობას გიხდით. 200,000 ნახვა აქ ნახევარი დღის განმავლობაში ლუკას 200,000 ნახვა. ყველა რეკორდს გადააჭარბა და ყველას მოგიგოთ. აი ეს არის გიო, აი ეს არის პრაქტიკა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. კოტე, აი შეხედეთ. ჩვენ ახლა დღეს გიო, ჩვენ ახლა დღეს შემოგვივიდა ეს ავტომობილები. ჩვენ ხვალიდან, დათო, ჩვენ ხვალიდან უფრო გავაიაფებთ, ხო, აქეთ მოიწიეთ? ჩვენ ხვალიდან უფრო გავაიაფებთ ამ ავტომობილებს, უფრო ყოველ დღე გავაიაფებთ და ვისაც რა შევკვირდით, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. გუშინ იყო რაღაცა გადაცემა ჯეტურზე. ხო, დათო. ჯეტურის ოფიციალური დილერები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ მათემოტორსი. და სადღაც ჯეტური რო არის, ეს არის ჯეტურის ოფიციალური დილერი აბაშაში, ხო? აბაშაში. ვისაც უნდა ჯეტური, სადაც არის ჯეტური, უნდა იყიდო, ხო? აქედან გამომდინარე, დილერის და დისტრიბუტორის საბუთი ყველაზე აქ დღეს ერთი ფურცელია $100 იღეს. რაც შეეხება ეს ავტომობილები რომელია? Honchi. ეს ჰონჩებიც ძალიან დიდი რაოდენობით ყავს და ამის გაყიდვასაც ხვალ დაიწყებთ. ლუკა, ახლა ხვალ იქნება მაგარი შეჯიბრი. შენსა და შენს მასწავლებელს შორის. ეს ცალკე გააკეთებს რეკლამას, შენ ცალკე გააკეთე. ვინც მოიგებს, მოსახლეობას მინდა უთხრა. ვინც მოიგებს, 1000 ლარს პრიზ გადავცემთ, ვინ მოიგებს. ლუკა თუ დათო. უშავსოდ ვერ ვიგონი. ჩვენ 5 საათისთვის დათოსაც გავარეკლამებიოთ მანქანას და ლუკასაც. რაც შეეხება პრაქტიკას, ჩვენ პრაქტიკა რა დონეზე მივაღებია ლუკას, კოტე? აი უყურე, ეს არის პრაქტიკა. პრაქტიკულად ლუკამ ყველაფერი იცის, ხო? თქვენც ხო ესე გასწავლეთ არა ყველას ახალგაზრდებს, ხო? და ზოგჯერ იტყვიან რომ გელა ნაბეტანი მომთხოვნიაო. გელა ნაბეტანი მომთხოვნი კი არ არის, დრო არ არის. ჩემთან ადამიანი რომოვა და წითელ ხალიჩაზე რომ გაივლის და წაიბორძიკებს, ხო? ის უნდა წავიდეს, იმიტომ რომ იმისგან არაფერი არ გამოვა. და ვინც სწორად გაივლის, ხო? ის უნდა დარჩეს. თქვენ ხო იცით რომ მე შტერს არ გავაჩერებ, გამორიცხულია, ხო? თქვენ რამდენი ხანია მუშაობთ, ხო? და რატო მუშაობთ? მითხარი? იმიტომ მუშაობთ, რომ ამდენი ხანია შეცდომას არ უშვებთ, მისმენთ და აკეთებთ, ხო? აგვარებთ საქმეებს. ახლა რაც შეეხება წიგნი, აქეთ წიგნი, აქეთ პრაქტიკა. ახლა მე ვაჩუქებ, გიო მოიწიე? მე ვაჩუქებ ლუკას ხვალ თუ მოუგო დათო 3 წიგნს. ერთი არის აკოცე ბაყაყს, ეს წიგნი არის ამერიკელების აკოცე ბაყაყს.
და მეორე წიგნი არის შეჭამე ბაყაყი. რატო წერია აკოცე და შეჭამე? იმიტომ რომ იმ კაცმა შესტომა დაუშვა და ბაყაყზე საკოცნელი შეექმნა. შესაჭმელი შეექმნა. მე ხვალ წილი ვაჩუქებ ამ ორიდან ვინც მოიგებს და 1-3-4 საათის განმავლობაში ვისაც მეტი მესიჯები შემოუვა ის მოიგებს და ვაჩუქებ კიდევ ერთ წიგნს რომელიც არის გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. აი ეს არის ეს სამი წიგნი ისწავლებ თქვა და ბიზნესი უკვე ხო ხედავ როგორ ხარ რა დონეზე ხარ. ამიტომა უნდა ისწავლო. ვიღაცამ დაწერა კვირასო, კაცო, კვირასო, როგორ შეიძლება მუშაობა ეკლესიაში უნდა წახვიდეო. ბიძია მოიწე ერთ წუთი ახი. შენ მასწავლი მე ეკლესიაში როდის უნდა წავიდე? კვირას თუ არის საქმე, კვირასაც უნდა გააკეთო საქმე. ვინც გეტყვის რომ კვირას არ იმუშაო, თქვათ ის კაცი ყველა არის შენი მტერი და თავის მტერი არის და არის. კვირას მუშაობა ძალიან კარგია. და როცა გაქვს ჯიბეში ფული, წადი ორშაბათს და სამშაბათს იქები, ისა დათო რა მნიშვნელობა? არანაირ. ახლა ჩვენ ყოველ დღე მოვყავს ამდენი ავტომობილები, ხო? ჩანგან Unique-იც აი ვაჩვენოთ. უყურეთ ახლა. ეს ავტომობილი ჩანგანი შეხედე რა ფილებია. ეს უკვე თითქმის ძალიან ბევრი არის შეკვეთილი, ხო? დიახ. და ამ ავტომობილს ჩვენ უკვე ხვალიდან დავიწყებთ ამ ავტომობილების გაყიდვას. და ჩვენ დღეს ყავს გიო 70 ავტომობილი, ხო? დიახ. ეს 70 ავტომობილის დაახლოებით 70% გაყიდულია. რაც დარჩენილი არის, გაირეცხება და ხვალიდან დავიწყებთ უკვე ამის გაყიდვას. ახლა ეს დროშანახე, ეს არის ჯეტური. значит, აქ რადგან კიდია ჯეტურის მყიდველი ჩვენთან უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ მისი ყველაფერი გვაქვს, ნაწილის და მანქანას ყავს. ჩანგანი, თუ გინდა ჩვენთან უნდა მოხვიდე და 10 წლიანი გარანტია აქვს ამათ, ხო? BYD და ასე შემდეგ, Volkswagen და სხვადასხვა ავტომობილები. ერთი სიტყვით, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც შეიძინა ეს ავტომობილები ჩვენგან და არის კმაყოფილი და ხვალიდან ჩვენ უფრო გავძლიერდებით და ფასებს უფრო დავაკლებთ ქუთაისშიც, ბათუმშიც და თბილისშიც. აბა მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ლუკა, ვინც შენ გუშინ დაგიმესიჯა, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და ხვალ 5 საათზე მაგარი შეჯიბრი იქნება. შენს მასწავლებელს უნდა გაასტრო რეიტინგით. ხოლო დირექტორი იქნება, როგორ იყვიან, სუდია როგორ არის? საჯი იქნება დირექტორი. ბიჭებო, კიდევ ერთჯერ მინდა გავიმეორო. აი ყოველთვის ესეთი ახალგაზრდები იდგნენ ჩემს გვერდზე. ესენი რატო ავარჩიე? რატო მუშაობენ ამდენი ხანია? იმიტომ რომ დათოც რომ მოვიდა, ესე იყო, თავის გემოზე უნდოდა. მაგრამ 3-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ და თვითონ მითხრა ერთი კვირის უკან რომ მოვედიო, სულ სხვა კაცი ვიყავიო, ხო თქვა, გიო, ახლაო ვაფშე სულ სხვა კაცი ვარო და მეტი მეთქი, კიდე დაამატე მეთქი და გოგოებს უფრო ჩკარა, ისო, როგორ თქვა, უფრო მაგრა ვკერავ, მთელი ქვეყანა მისვამს კი ისა, უკვეო. ხო ხედავ, აი რა არის სახელი, რა არის პოპულარობა, ხო? და რა არის კარგი ბიჭობა და რა არის შრომა. შრომელი ადამიანი ყველას უნდა და ყველას უყვარს. ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას და 15 საყურეს გაიკეთებს და ახ კიდე საყურეს გაიკეთებს და კაცი ვარო იძახის, იმისგან ცხოვრებაში არაფერი არ გამოვა. ჩვენ ვაკეთოთ ქართული საქმე და კაცური საქმე. გისურვებთ წარმატებებს და ჩვენ ამ წუთას აჩვენე ეს მანქანები კიდევ ერთჯერ თავიდან ბოლომდე გიო და გიო აჩვენე ეს ავტომობილები და ყველა მიცოდეს რომ მანქანა თუ ვინმეს დაჭირდება უნდა შეიძინოს მათე მოტორში და აი ამ ბიჭებთან და აქ უნდა მოვიდეს. გისურვებთ წარმატებებს, ხელი დაუხნიეთ და ველოდებით ჩვენებურად კლიენტებს, შენებურად მომხმარებელს, ხო? გისურვებთ წარმატებას.